ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კითხვაა, მადლობა კითხვისთვის. თუმცა ამ კითხვას ორი შემადგენელი აქვს, მაინც ერთი ნაწილობრივ კომიკური შემადგენელიც არის, მაგრამ სერიოზული ნაწილიდან დავიწყებ. ხო, სამწუხაროდ ბოლო წლებია უკვე, თამამად შეიძლება ითქვას, სამწუხაროდ წლებია უკვე, რაც ქართული ოცნება ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისაკენ. მარტივია, როდესაც არ მიდიხარ ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზით, რაც კონსტიტუციაშია წარწერილი 78 მუხლში, ხო? როდესაც შენი დავალებით გულისხმობ ივანიშვილს და მის გარემოცვალს, როდესაც მათი დავალებით სახელმწიფო ინსტიტუციები, ვისაც 78 მუხლის მიხედვით ევალებათ, რომ ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნისათვის, მაშინ მიდიხარ იზოლაციისაკენ. და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. უარი ევროკავშირს ნიშნავს იზოლაციას, იზოლაცია ნიშნავს რუსულ ჭაობს და გაჭირვებას და ევროკავშირი კიდე ნიშნავს კეთილდღეობას და მშვიდობას. ანუ ბოლო წლებია ოცნება უარს ეუნება ევროკავშირს, მშვიდობას, მოქალაქეების კეთილდღეობას, მიდის იზოლაციისა და ჭაობისაკენ. ეხლა თქვენ მეუნებით და რა ვიცი, ნეტარ არიან მორწმუნებიო, რაღაცა მესმის რო ეს კითხვა ჟურნალისტის, რომ აი ირაკლი კობახიძემ სინანული გამოთქვაო და თითქოს ის მზად არის დიალოგისთვისო, ხო? აი ვიცი, ეხლა ეს თუ ისეთი მზადყოფნაა, როგორც ის გამოთქვამდა ხოლმე დიალოგზე მზადყოფნას ქვეყნის შიგნით, აი საზოგადოებას დაველაპარაკებიო, ხან 10 კაცი გამოდითო, ხან 20 კაცი გამოდითო, ხან მთელი ქვეყანა. ნუ ეს ხო არასერიოზული იყო. თუ კი დიალოგის განზრახვა არის ფარისევლური, რომ მე თქვას, რომ კაცო, ახლა ჩვენ ღია ვართ ამ დიალოგისკენ და რა ვიცი, არავინ არ მელაპარაკება მაინც. თუ კი მოკლედ მიზანია ისევ ევროკავშირის, ისევ ევროპელი პარტნიორების, ისევ დასავლელი პარტნიორების ტრაჩერაცხვა, ანუ ისევ იგივე ამოცანასთან და მიზანთან თუ გვაქვს საქმე, რომ რეალური მტერი ჩაანაცვლონ ევროკავშირით, მაშინ ხო ეს რა თქმა უნდა არასერიოზული კი არა, დასაგმობია. მაგრამ თუ კი ეხლა მას მართლა აქვს ამის სურვილი, მაშინ ამ სურვილს რაღაცები უნდა მოყვეს, ხო? რაზე უნდა ელაპარაკოს დღეს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლები, ევროპული ქვეყნები, საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ცხადზე ცხადია. არაერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით გაკეთებული და რა ვიცი, კრებსითად ყველაზე მარტივად ეს ჩამოყალიბებულია, მარტივად, თუმცა ტრაგიკული ჩამონათვალია იქ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ხო? პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საშინელი დანაშაულებების პოლიციის მხრიდან და ასე შემდეგ ძალოვნების მხრიდან გამოძიება და ახალი არჩევნების დანიშვნა. როდესაც საუბარი ახალ არჩევნებზე სხვა შორის, აქაც უნდა გვესმოდეს, რომ აქ არ არის ლაპარაკი და არც არავის არ მოუთხოვია, რომ არჩევნები ხობ გუშინ დანიშნეო. აი მაგალითად, როდესაც იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ კი მას მართლა სურს, ანუ ხელისუფლებას თუ კი მართლა სურს დიალოგზე წასვლა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რაც ისედაც განსაზღვრულია, ხო, ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ანუ თუ კი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მართლა სურს ივანიშვილს, მაშინ ესაა სწორედ ერთადერთი გზა. რა სურს მას ეს ჩანს თუ არა მის პოლიტიკაში მკაფიოდ ბიძინა ივანიშვილს რა უნდა? იმიტომ რომ ნახეთ, სულ არის ეს კითხვა, რა აიძულებს მას დათმობისკენ, არის სანქციები, იქ მეგობარი აქტი წინ მიიწევს, მოწოდებები სადღაც არ იწვევენ, არ ელაპარაკებიან, თუმცა რამდენჯერაც მკაცრი პასუხია დასავლეთის მხრიდან, მით უფრო მკაცრია ასევე ისიც. ჩვენ გვახსოვს ლევან დავითაშვილს რომ ჰქონდა შტატებში შეხვედრები, მეორე დღეს ვნახეთ ჩხრეკა რაღაც დემონსტრაციულად შევარდნები პროტესტის მონაწილეებთან და აი რამდენჯერაც რაღაც რეაგირებას ხედავთ დასავლეთის მხრიდან, უფრო ბრუტალური ხდება ქართული ოცნება. აი რა აიძულებს მას რომ პირიქით ვნახოთ მისგან ასე ვთქვათ, მისგან რეაქცია, რა უნდა მას? არ ვიცი, მე არ ვიტყოდი ამას, რომ რაც უფრო კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, კიდევ უფრო დინამიკური ხდება დასავლეთის, ასე ვთქვათ, დახმარება ქართველი ხალხისადმი, რომ პოლიტიკური ვითარება გამოსორდეს და კრიზისი განიმუხტოს, რომ აი მომენტალურად უფრო ბრუტალური ხდება რეჟიმი. შეიძლება ეს არის დამთხოვა, შეიძლება მიზანმიმართულადაც კი ბატონო არ გამოურიცხავ იმისათვის, რომ მოხდეს ძალის დემონსტრირება.
მაგრამ ეს არის ძალიან იაფასიანი გათვლა. მარტო საქართველოში ხო არ მომხდარა ესე ძალიან იაფასიანი გათვლაა, რომ აი თითქოს ასე ამუშაონ ეგრეთ წოდებული შეკავების მექანიზმი, რომ აი რაც უფრო მეტად ჭყალებში ჩაერევი ჩემ საქმეებში და სალსახად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საქართველოში და საქმეებში ჩარევა, პირიქით არის, ეს არის მცდელობები ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცდეს და სხვა შორის არავინ აღარ დადის ამ ქართული ოცნებიდან, რა ქვია, კრიტიკული მედიის ეთერებში, თორე რა ვიცი, შევახსენებდით, რომ ეუთოს ფარგლებში საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად ვალდებულება აქვს აღებული, რომ თუ კი ადამიანის უფლებების სფეროში, მედიის უფლებებში და ასე შემდეგ რაღაც წუხილები არსებობს სხვა ქვეყნების მხრიდან, ეს მათი პირდაპირი პასუხისგებლობაა, რომ დაინტერესდნენ. აი ეს ვალდებულებაზე საქართველოს ხელი აქვს მოწერილი. ხო? შესაბამისად, ეს ჩარევა კი არაა. მოიცა ესე იგი, როცა გინდა შენ ხალხი ძალით უნდა ბოდიშამ სიტყვას ვიხარ, გამორეკო, ფულით ჩამოიყვანო თბილისში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გახსოვთ ხო რამოდენიმე წლის წინ ალფაბეტით რო თავმჯდომარეობა მოუწია საქართველოს ესე ფარისეულად რო გვაზეიმა, მაგრამ ჯანდაბას კარგი იყო ევროსაბჭოს და ევროპულობას აზეიმებდა, ასე ვთქვათ, აორკესტრირებდა მასში ქართული ოცნება. მოიცა ის კარგი იყო და ეხლა ევროსაბჭო რეზოლუცია რომ მიიღო, ეხლა გახდა ისა, რა ქვია, ეს ჩარევა. ეს ჩარევა არ არის. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისადმი გამტკიცებისადმი დახმარება და დახმარება ქართველი ხალხისა იმისა, რომ გარღვიოს ბოლო-ბოლო და ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს ამ საბჭოთა ჭაობს მიღმა. აი რას ხედავთ თქვენ იძულების მექანიზმად ქართული ოცნებისთვის, რომ მან დათმოს? ავი არც უნიკალური ვიქნები, არც არაორდინალური ვიქნები. რასაც ვაკეთებთ ის ქართველი ხალხი მეტი გვინდა ერთმანეთისგან ბუნებრივია და მეტი გვინდა საერთაშორისო პარტნიორებისგანაც, ხო? ესე იგი, რაც უფრო გაძლიერდება შიგნით, რაც უფრო კიდევ უფრო კოორდინირებული ვიტყოდი, თორემ წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება, წინააღმდეგობის კერები არა მარტო თბილისში არის, არამედ დამერწმუნე მთელ საქართველოშია. ასევე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ხანდახან მესმის რა 164 დღეა მე მგონი ხო ამ წინააღმდეგობისა იმ ცნობილი მოვლენიდან, როდესაც საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ ასე ფორმალურად უკვე განცხადება გააკეთა და ზურგი აქცია ევროკავშირის და ხედავთ რომ ეს წინააღმდეგობა გრძელდება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვიცოდეთ სულ ყველამ, რომ უმრავლესობა ვინც სწორ მხარეს დგას ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა კეთილდღეობა, უნდა ევროპა და უნდა მშვიდობა, უმრავლესობის რიცხვი იზრდება. ხოლო ის უმცირესობა სამწუხაროდ, რომელსაც ამ დროის მონაკვეთში ძალაუფლება ხელში აქვს, უმცირესობის ძალა სუსტდება. და კიდე რა არის საჭირო ახლა რახან მეკითხებით, ბუნებრივია ველოდებით სულ ყველა რომ საბოლოოდ მიღებული იქნას ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგობარი აქტი, რომელიც შეიძლება პროპაგანდის გამო, ოცნების პროპაგანდის გამო ხანდახან ვინმეს ეშლებოდეს, მაგრამ ეს აქტი არის იმის შესახებ, რომ სანქციები დაუწესოს მას, ვინც საქართველოს სანქციები დაუწესა და მის მომავალს და სხვა შორის არა მარტო მომავალს, აწყოსაც და წარსულსაც, იმიტომ რომ წარსულის ისტორიის გადაწერასაც ცდილობენ. და მეორეს მხრივ, თუ კი ოდნავ ნორმალურ განვითარების გზას დაადგება ქვეყანა, მაშინ მასშტაბურად გაიზარდოს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში, ხო? მოკლედ იმედია, რომ ეს აქტი უფრო მალე ვიდრე გვიან იქნება მიღებული და შესაბამისად მორიგი ადეკვატური მორიგით ხო ხასუსო ადეკვატური ნაბიჯები მოყვება ჩვენი ამერიკელი პარტნიორის მხრიდან და შეიძლება გავლენაც ჰქონდეს ამას ევროპულ სახელმწიფოებზე. რა თქმა უნდა, ურთიერთკავშირშია და მინდა რომ სკეპტიკოსები თუ რა ვიცი პროპაგანდისტები გავაწმილო, ვისაც ეგონა რომ რა ვიცი ბოლო პერიოდის განმავლობაში მივიღებდით სუსტ ევროპას, არა ევროპა ყოველ რა ვიცი ახლა ესე ხატოვნათო ყოველდღიურად ძლიერდება ევროპა
თუ ვინმეს ეგონა რომ ამერიკის შეერთებული შტატები რა ვიცი დასუსტებოდა, მიატოვებდა დანარჩენ სამყაროს, არა ესეი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ყოველდღე ძლიერდება, მაგრამ რაც თავარია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების კოორდინაცია პოლიტიკური კი არ სუსტდება და ეს გამოწვევები სულ არის ხო, მაგრამ კი არ დასუსტდა, პირიქით ეს თვალსაჩინოა რომ ეს ძლიერდება. და იმას მინდა ცოტა ხანი დაუბრუნდე, მაინც მეგითხარითო ცოტა ესეთი არაორდინალური ვერ ვიქნებით ხო და კიდე რა არის საჭირო იმისათვის რომ ივანიშვილის ეს მცდელობა საკმაოდ მალე აღმოჩნდეს წარუმატებელი რომ მან შექმნას უბრალოდ შეძლოს და დაამყაროს ავტოკრატია რა ვიცი პოლიტიკოსებმა ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და განსაკუთრებით ეხა პოლიტიკოსებზე ვიტყვი ადრე გაიღვიძონ. აი 7 საათზე თუ გავიღვიძებთ სამუშაო დღეებში, დამერწმუნეთ რომ ეს დიქტატურა ვერასოდეს ვერ დამყარდება. არ სამუშაო დღეებში შეგვიძლია ასე 8 საათზე გავიღვიძოთ. დილით ადრე გავიღვიძოთ, საქმეს მივხედოთ, ეს რეჟიმი ვერ გაიმარჯვებს.